მოგესალმებით კალბატონებო UFC 320 მოგვიახლოვდა მერაბ დვალიშვილი კორის ჰენდჰეგენი ანკალაევი პერეირა What? The unboxing. Oh. ჩემთვის არის ეს წერილი. Okay, კაკი. დრაკონმა თვალი დაგადგა. კაკი, დრაკონმა თვალი დაგადგა. როგორც ჩანს, მომავლის წინასწარმეტყოლებაზე გაქვს პრეტენზია. ანუ არ უნდა გაგიჭირდეს 5 ბრძოლის შედეგის გამოცნობა. თუ 5-დან 5-ს გამოიცნობ, 1 წელი სასმელი ჩვენზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიური სამყოფი ფაერბოლი ჩვენგან გარანტირებულია. თუ 5-დან 3-ს იწინასწარმეტყველებ, მაშინ კიდევ 2-ჯერ მოგცემთ შანსს. თავარი პირობა. დალია 5 შოთი ფაერბოლი და გითხარი 5 პროგნოზი. გელოდებით პარასკევს საღამოს. Challenge accepted, my friends. დავიწყოთ. 5 შოთი, 5 პროგნოზი. პირველი რეზერვა მგონია, იცი? პაჩიმიქსის მესამე რაუნდი ნახე ბაუტისტასთან. უცნაური ჩხუბი იყო. მორიგი ბელატორ ფლოპივით გამოიყურებოდა პაჩიმიქსი. თუმცა მგონია, რომ UFC 320-ზე გაიმარჯვეს იმ ჩეხ ბიჭთან. მესამე რაუნდი ბაუტისტასთან. როგორ მოიგო, იცი? თითქოს შოკში იყო, ვაიმე UFC-ში ვარ. დარტყმებს ვერ ვიცილებ, აი თურმე ლეველში სხვაობა, იქ მე ინტერვიუები ძალიან ბევრი, რაღაცა ზედმეტი ყურადღება და თითქოს ეს რო გადაუარა ამას რო შეეჩვია. მესამე რაუნდი წამოუყო ბაუტისტას. შესაბამისად პაჩიმიქსის მოგება. Pick number 1. ჩემი გუახტილი რეაქცია. დასალევად არის კამპოტივით. ეს სიცხარე დაკრავს ბოლოს და დარიჩინის არომატი აქვს. კოქტეილებში ძალიან ბევრი რამე მოუხდება ამ ყველაფერს. ძალიან სასიამოვნო დასალევია მართლა. ეჭვი მაქვს, რომ ცოტა მსუბუქი ნაბას ხუსევიც ექნება. მოკლედ, პირველი ფსონი გვაქვს. გადავიდეთ მეორეზე. მეორე ფსონი, რომელიც მე მგონია, რომ საკმაოდ სარისკო ფსონია. მე მინდა რომ აბუს მაგომედოვის და ჯო ფაიფერის ჯგუფზე ვთქვა, რომ არ არის აბუსა მაგის გამჩერებელი. ფაიფერი არის ძალიან დიდი, ძალიან ძლიერი, ძალიან ფეთქებადი. თუ მას რაიმე ტრავმა არ აქვს და თუ რაღაც არ ხდება ისეთი, რაც ჩვენს ასე ვთქვათ, ინფორმაცია არ გვაქვს რა ფიზიკურად, ხო შეიძლება რომ აი მე ამბობენ ხოლმე რომ ფეხი მტკიო და ხელი მტკიო და თუ ორივე ჯანმრთელად არის, თუ ორივე ნორმალურად გაიარა კემპი, მე მგონია რომ პაიფერი გაიმარჯვებს. მე მგონია რომ შეუჩერებელია ეხლა მაგ სივრცეში. მე არ ვამბობ რომ ისა მაინდა-მაინც რაღაც საჩემპიონო მებრძოლია და ხვალდაზე ქამარზე უნდა იჩხუბოს, მაგრამ ეხლა როგორც მიდის აბუს მაგომედოვი მისთვის რაღაც განსაკუთრებული ჩელენჯი არ უნდა იყოს. მე მგონია რომ პაიფერი მოახერხებს დანოკაუტებას, მაგრამ ეგ არ მევალება, უბრალოდ შედეგი უნდა გამოიცნო, ასე რომ პაიფერის გამარჯვებას ვიტყვი. ერთი სიტყვით, პაიფერის გამარჯვება აბუსასთან ჩემი მეორე პიკი. აი მე მგონი გძნობ უკვე რაღაცებს. არა, გავკაჩებ, საბჭიქას კიდე დავლებ. ჩემი მესამე პიკი. ჩემი აზრით აბსოლუტური სისულელეა ის რომ ხალილ რაუნტრი არის ანდერდოგი ჟირი პროჰაშკასთან. მე მგონია რომ ხალილი არის გადასარევ ფორმაში. ჟირის თავისი პიკი ქონდა.
და მე მგონი რომ მან სათქმელი თქვა და გასაკეთებელი გააკეთა ხალილს კი შეუძლია რომ უფრო მეტი დადოს რას გულისხმობ ჯერ ერთი ფუნდამენტალური მონაცემები აქვს უკეთეს ხო მისი მუიტაი მისი კიკბოქსინგი მისი კრივი მას შეუძლია კომბინაციები თავს იცავს საკმაოდ ორთოდოქსულად ირისგან განსხვავებით რომლის დგომიც არის ძალიან ესეთ კარატე დგომი სადაც ხელები ჩამოწეულია ატარებს ძალიან ბევრ დარტყმას კი ამტანია თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ საუბარი გვაქვს light heavyweight-ებზე მეგობრებო light heavyweight-ები ძალიან თითქმის heavyweight-ები არიან და იქ კარგად გატარებული სუფთა დარტყმა ფაქტიურად ნოკაუტია მე მგონია რომ ხალილ რაუნდრი ამ ჩხუბს KO-თი მოიგებს თუმცა არ გავირთულებ ისევ საქმეს და ვიტყვი რომ ხალილ რაუნდრი უბრალოდ გაიმარჯვებს და ეს იქნება ჩემი ნომერ მესამე პიკი და ერთ რაღაცას დავამატებ არც პერეირას აქვს რაღაც განსაკუთრებული დაცვა პერეირაც საკმაოდ ხელებს ჩამოწეული ჩხუბობს თუმცა მაინც ფუნდამენტურად პერეირას უკეთესი კრივისგან დაცვა აქვს ვიდრე ირი პროჰაშკას პროჰაშკა ფაქტიურად მხოლოდ დისტანციის კონტროლის ხარჯზე იცავს თავს ხო რომ ისეთ გრძელი ხელები აქვს გრძელი ფეხები აქვს და უბრალოდ ცდილობს რომ არ მოგიშვას ეს ობლიკიკები ასე შემდეგ და ასე შემდეგ პერეირას შეუძლია კარგად ჩეკვრა ზემოთ შეუძლია თავს კარგად ვერ ამოძრავებს მაგრამ ირისთან შედარებით მისი დაცვა ბევრად სოლიდურია და ხალილ რაუნდრი პირველი 3 რაუნდი მოუგო პერეირას პირველი 2 მინიმუმ მოუგო პერეირას ხო თავისი ფეთქებადი კომბინაციები ძალიან თამამად შედის კარგად რასაც აი მაგალითად ილია აკეთებს ხოლმე რა კომბინაციას რო იწყებს თქვა ჯები ტანი თავი ლეკიკი ძალიან კარგად აკეთებს არ ვიცი მე გულახდილად მგონია რომ აქ ფავორიტი წესით ხალილ რაუნდრი უნდა იყოს და ჩემი მესამე პიკი ხალილ რაუნდრის გამარჯვება ჰირი პროჰაშკასთან ავიმარჯოს აბსოლუტურად გამპოტივით მიდის. კარგი, ჩემი მეოთხე პიკი. მე მგონია რომ პერეირამ თავისი მოჭამა, მე მგონია რომ პერეირას ჰქონდა თავისი პიკი. მე გამიხარდება, გულახდილად გამიხარდება თუ ალექს პერეირა შეძლებს და დაამარცხებს ანკალაევს რაღაც ბრუტალური KO-თი. მართლა გამიხარდება. როგორც გულშემატკივარს ალექს პერეირა იყოს ჩემპიონი UFC-ს ნახევრად მძიმე ზონაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ალექს პერეირას ჭუბი ბევრად ფან და ისეთია. ბევრად ვერთობი, როცა ალექს პერეირას fight week-ია, როცა მისი ჭუბია, ვიდრე როცა ანკალაევი გამოდის და ბარძახში ურტყავს მუხლს ბადესთან 25 წუთი, მერე პარტერში გაგაკონტროლებს. ეგეთი ცუდიც არ არის და აგერ მართლა დგომში მოუგო პერეირას ბოლო-ბოლო, ხო, ეგრე გამოვიდა, არც ფაქტიურად არც უჭიდავიათ, მაგრამ აი ეს манипуляция იმით, რომ ჭიდაობა არ მოუწიოს მის მეტოქეს, ახერხებს და უტარებს დარტყმებს, ხო? ამის ძალიან კლასიკური მაგალითი არაერთხელ მეთქვამს არის ხაბიბ ნურმაგომედოვის ნოკდაუნი კონორ მაკგრეგორთან, ხო? კრივის ორთაბრძოლაში ხაბიბი კონორს ვერ დაანოკდაუნებდა. ვერანაირად. აი არ არსებობს 10 ჯერ რო იბოქსავონ, ერთხელ ნოკდაუნში არ აღმოჩნდება კონორი. ამაზე შემიძლია რომ თავი დავდო. მაგრამ MMA-ში დაანოკდაუნა, როგორ? იმიტომ რომ იმ მომენტში კონორი შიშობდა, რომ ტეიქდაუნი არ გაეტარებინა, ყურადღება მოადუნა და გაატარა ოვერჰენდი, რამაც დაანოკდაუნა ის, ხო? ასე რომ მუშაობს ეს, როცა შენ ჭიდაობა არ გინდა, როცა შენ ნერვიულობ ჭიდაობაზე, საბოლოო ჯამში ეს არის უდიდესი მინუსი. ასე რომ პერეირას ისევ მოუწევს ჭიდაობაზე ნერვიულობა, იმიტომ რომ ჩვენ ნანახი გვაქვს, როგორ ათრია ის რაღაცესანია ჭიდაობაში პერეირა. და ნუ ახლა ათესანია რო ჭიდაობაში გათრევს, ანკალაევსაც შეუძლია რა. Bad news guys. ჩემი აზრით ანკალაევი ისევ გაიმარჯვებს and still.
კარგად შემახურა ძმაო რა. ბოლო ჭუბი და მეხუთე ფიქი, რა თქმა უნდა, აქ მე არ დავიწყებ პროფესორობას, უბრალოდ ვუსურვებ თელ საქართველოს, რომ მერაბ დვალიშვილმა ისევ დომინანტურ სტილში გაიმარჯვოს, ვუსურვებ რომ დააფინიშოს, თუმცა მე სარგებლობ ჩემი შესაძლებლობით და არ დავამატებ, თუმცა მგონია რომ მერაბი ფინიშით მოიგებს, მართლა მგონია ეს, თუმცა ამ შემთხვევაში უბრალოდ მერაბის მოგებას ვიტყვი. ხო, ეხლა მერაბი როგორ მოიგებს და რანაირად მოიგებს, ეგ ვიცი. ან იქნება 50-45 რაღაც ტოტალური დომინაცია და ფორთხიალი, ან მერაბი მას პარტერში დააფინიშებს. შეიძლება ეს იყოს მყინვეული ილეთის საშუალებით, შეიძლება ეს იყოს grounded pound-ით. მე გულახდილად მჯერა მებრძოლების პროგრესის. ჩვენ შეჩვეული ვართ სხვადასხვა სპორტში, რომ კი ფეხბურთის გვინახავს, რომ აი ფეხბურთელი სეზონიდან სეზონამდე უმატებს. გვინახავს ასეთი რამ ხდება ხშირად. თუმცა ამას ვერ ვხედავთ ხოლმე რაღაცა ტურიდან ტურზე, ხო? რის თქმა მინდა რომ მერაბ დვალიშვილს ახლა აქვს ახალი ფურცელი გადაშლილი, მან ირწმუნა მისი ფინიშის შესაძლებლობების, მან ირწმუნა რომ გამოუვა ყველაფერი და არაფერს ახალ სკორის ანთაგენი არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ შეუძლია რომ მუხლით რაღაც ტეიქდაუნის დროს მუხლით აგო, მაგრამ ეგ ყველა შეუძლია. თუმცა კორის განსაკუთრებით შეგიძლიათ ნახოთ მისი ბრუტალური KO ფრენკი ედგარის წინააღმდეგ კორი სენთეგენმა, ძალიან საშიში მებრძოლი არის. შეუძლია რომ ლეგლოქებით შეგვიტიოს პარტერში, ასევე შეუძლია რომ რაღაცა flying knee გადმოაგდოს ძალიან მოულოდნელ დროს. თუმცა ეს ყველაფერი მერაბმა იცის, მერაბი გააკეთებს იმას, რასაც მერაბი აკეთებს, მერაბი იქნება შეუჩერებელი წავა წინ, გადაყრის 500 დარტყმას, 600 ტეიქდაუნს ცდელობას, მოვა მეოთხე რაუნდი და კორის ენთეგენი უკვე ვეღარ სუნთქავს. თუ გადაურჩა მეოთხეს მეხუთეში მართლა ვეღარ ისუნთქებს და მე მგონია რომ grounded pound-ით მოიგებს მერაბი. თუმცა ამ შემთხვევაში უბრალოდ მერაბის გამარჯვებას ვიტყვი, დარწმუნებული ვარ რომ კვირას დილით ძალიან კარგ ხასიათზე ვიქნებით ყველა. მერაბ დვალიშვილი კიდევ ერთხელ დაიცავს თავის საჩემპიონო ქამარს და მიუახლოვდება იმ GOAT სტატუსს, სადაც არიან ჯონ ჯონსები, სენ პიერები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერაბ დვალიშვილს რაღაც რამდენიმე გამარჯვება აკლია მაგ ყველაფრამდე გულახდილად და ობიექტურად ასეა. ასე რომ გაგვიმარჯოს ქართველებო, თქვენ შემოგევლეთ. მიხარია ბოლოჭი ქაროა. ძალიან გემრიელია, მართლა, ძალიან კარგი სასმელია. თუმცა ხო საჭმელი უნდა მიგვეყოლებინა აუცილებლად. მან არ ამშვენს. ეგეთი რიგადამტანია. ჩემი მეხუთე ფიქი მერაბ დვალიშვილი. გენოცვალეთ. ეს იყო მე მგონი ძალიან დიდი მადლობა Fireballs ესეთი პრალი ჩელენჯისთვის. გულახდილად არ ვიცი გასინჯეთ და მე მგონია რომ ძალიან სასიამოვნო დასალევია. მადლობა ესეთი ჩელენჯისთვის. იმედია გავიმარჯვებთ. იმედია მერაბი გაიმარჯვებს. ძალიან გთხოვთ, ვინც მიყურებთ, გამოიწერეთ არხი. მე თუ არა ჩემ ღვიძლს მაინც ესეთ პატივი და გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს. ჩვენ მერაბის გამარჯვების შემდეგ დაგიბრუნდებით და ახალ ვიდეოს შემოგთავაზებთ. მადლობა ყველას. ნახვამდის.